მოგესალმებით ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ძალიან მინდა დიდი სიამოვნებით გავაკეთო ესეთი რამ. გაჩუქოთ პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ერთ დღეში თუ არა, რამდენიმე დღეში მაინც გამდიდრდებით და იქნებით ბედნიერი. მაშასე ყურადღებით იყავით, ხო იცით რომ ჩვენი აზრის ძალას უდიდესი და უგრანდიოზულესი მნიშვნელობა აქვს და აი არ დავკარგოთ საკუთარი თავისადმი რწმენა. მოკლედ რას ვშვებით? ძალიან მარტივია და ზუსტად ამ სიმარტივაშია მე გენიალურობა. ხო და გავაგრძელოთ გენიალურად ცხოვრება, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ასე. რა დროსაც არ ნახავთ ამ ვიდეოს, ნახეთ დღეს, ხვალ, გუშინ, არ ვიცი როცა არ უნდა იყოს, ამთარი ზაფხული შემოდგომა, ეს წელი, არ მაინტერესებს. რა დროსაც არ ნახავთ ამ ვიდეოს, დაჯდებით. მონიშნავთ კალენდარზე ამ რიცხვს, ამ თვეს, თარიღს და გადახვალთ 2 კვირით უკან. აი 2 კვირის განმავლობაში, რაც რამე კარგი გაქვთ აღმოჩენილი, ჩადენილი, ვიღაცას თქვენს მიმართ, ასე ვთქვათ, გაკეთებული. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი. მხოლოდ და მხოლოდ კეთილი, პოზიტიური. და ესეთი კარგი ვნებების აღმცველი, სასიამოვნოც და სასარგებლოც. ჩამოწერეთ, ჩემო ძვირფასებო და ზუსტად ამ კარგისთვის, მხოლოდ კარგისთვის, თქვით მადლობა. უზენაეს ძალებისკენ გაგზავნეთ უდიდესი მადლობა. არათა შემთხვევაში იმისათვის, რაც იყო, მაგრამ არ გესიამოვნათ. არა, რაც არის, რაც იყო და გესიამოვნათ. აი ზუსტად აი ეს მომენტები ჩამოწერეთ და ამისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს განმეორება. რა ხდება ამ დროს? აი წარმოიდგინეთ, სადღაც შედიხართ ბარში, დალიეთ რაღაც გემრიელი კოქტეილი, ან ვისკი, ну რა ვიცი რაც გინდათ ის, მოგეწონათ და გაიძახეთ ბარმენ, მოდი კიდე გაიმეორეთ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, ან ნებისმიერ რაღაც სიტუაცია, მიდიხართ ერთ-იგივე ადგილზე, შეჭამთ ხაჭაპურს, ერთ-იგივე ადგილზე ჩაასხამთ ბენზინს, ერთ-იგივე ადგილზე იყიდულობთ რა ვიცი, ვარშს და პომიდორს ამ მნიშვნელობას. ეს იმიტომ რომ ერთხელ კარგად დაცადეთ. აი ერთ-იგივე მაღაზიაში ან ბუტიკში ან ბანკში, ან კონკრეტულ კონსულტანტთან, ან მომსახურე პერსონალთან გაქვთ კარგი დამოკიდებულება, ესე იგი მოგწონთ მასთან ყოფნა, ხო ესეა? და ზუსტად ეს კარგი მომენტები ამოიღეთ. ზუსტად აი ამ სიკეთისთვის და თქვენთვის მისაღები ფორმატისთვის გადაუხადეთ ზემოთ მადლობა და აი თქვენ ნახავთ ძალიან მალე დატრიალდება ეს ენერგია. ზემოდან იტყვიან, აი მოწონს ეს ჩვენი გაგზავნილი დღე და კიდე განმეორდება. ზუსტად ვიცი, კიდე განმეორდება. მაშასე, აღნიშნულ პრაქტიკას თქვენთვის ბედნიერება და სიმდიდრე უნდა მოიტანოს. მე ვფიქრობ, მოაქვს კიდე გზაში, შეშორეთ. არ დაღალოთ. მიხარია რომ ჩემთან ხართ, მიხარია რომ კარგად გრძნობთ თავს, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ და გადაუნაწილებთ სხვებს, რასაკვირველია და დაწერეთ ქვემოთ, აი რა შეიძლება მიუთითოთ თუ არა სიამოვნებით ვიღებ. დაწერეთ ამ ყველაფერს, დაინახავენ ზევით და ეს ყველაზე კარგი შეგრძნებით, მადლიერებით იქნება კიდევ ერთხელ თქვენს ბალანსზე დარიცხული ბონუსი. აუცილებლად აგიხდებათ ის, რაც ასე სანუკრად გინდათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ეხლა სახალწლოთ ჩაწერებს ვიწყებთ, მოემზადოთ დიდი და ვებერთელა გრანდიოზული გაშლებისთვის. ეს იქნება რაღაც ისეთი, რაც არ გამიკეთებია და 2025 წლის მთავარ გაშლებზე, პირად ინიციატივებში, პირად გაშლებში გელოდებით, ასევე დიდი გაშლები საჯაროც იქნება და იქნება რაღაც სასიამოვნო ლაიფჰაკები, რომელსაც აუცილებლად 2025 წელს დაახვედრებთ და ისე გულიანად და ისე რაციონალურად შეხვდებით, ისე ჩვენ როგორც გვინდა, ისე ჩვენ როგორც ჩაფიქრებული გვაქვს, ისე როგორც კეთილ ადამიანებს შეეფერებათ და ქურუმელებს ახასიათებთ. ხო და გავცხოვოთ ერთმანეთის ადამიანის სიყვარული, ეს სიამე, ეს ურთიერთგაგება, ეს ტოლერანტობა, ეს სათნოება და ახლა ამ ყველაფრის ფონზე კეთილად დამუხტული ჩემგან და გამშვიდობებით. ეს 5 წუთი, რომელიც მაჩუქეთ, ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღეთ და მადლობას, გრანდე მადლობას გითვლით ყველას. გაკოცეთ და წავედით. 1, 2, 3, ვიფიქრეთ სიკეთეზე და
აჰა, 5